სოფელ დიჩი მავთულხლართების გავლების პროცესი გრძელდება, თუკი რუსეთის ფედერაცია ქართული მხარის პროტესტს არ გაითვალისწინებს, შესაძლოა სოფლის 4 ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. ასევე მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ქართული საფლავები და სარწყავი წყლის არხი. ქრონიკის რეპორტაჟი სოფელ დიცის ყველაზე მაღალი წერტილიდან კონფლიქტის პირა ზონაში დღეს გურამ როგავა და გიორგი ხელაშვილი მუშაობდნენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ დიცში. წყლის ეს რეზერვუარი სოფელში ყველაზე მაღალი წერტილია, საიდანაც შეგიძლიათ დაინახოთ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორია. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში რუსი სამხედროები დგანან. ჟურნალისტების გადაადგილებას ისინი ახლო ხედვის სპეციალური მოწყობილობით აკვირდებიან. ჩვენი ობიექტივი კი ქართული მედიისთვის დღემდე აკრძალულ კადრებს, სოფელ დიცის ყველაზე მაღალი წერტილიდან აფიქსირებს. დღეს აქ ევროკავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც პერიმეტრი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით დაათვალიერეს. თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, განსაკუთრებული დღეს მათ აქ არაფერი დაუნახავთ. წინა დღეების მსგავსად დღესაც სიმშვიდეა. ჩვენ დილიდან ვახდენთ პატრულირებას და განსაკუთრებული არაფერი შეგვინიშნავს. ის რაც მაღლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის უხილავია, მიწაზე დაშვებისთანავე საქართველოს მოქალაქეებისთვის მარტივად შესამჩნევია. საოკუპაციო ზოლში ეს ბოძები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. 2-3 დღის უკან დაიწყეს იქიდან ამ ბოძების ჩასმა, აგეთ ჩამოვიდნენ აქამდე. აი აქედან უკვე ჩვენი მამულებია, ეს ბოძები ჩასხეს. აი ესე. 1 მეტრანახევარია მიწაში ჩასმულები, ჩარჭობილები. მე ამაზე იგივეს მოიტანენ, აქ ამოტრიალებულ დაამაგრებენ, ბოლდგაიკით. ხო და გამავენ ჩაოლუბრად მართულხლარს. ისთვის გამოიყენება ეს ანუ ზუსტად ადმინისტრაციული საზღვარია ჩვენიო რა. გამოყოფენ გორის რაიონს ცხინვალის რაიონისაგან. თავი ჩვენი ეს არის ჩვენი ტერიტორია. თვითონ ამ საზღვრამდე 300 სახლო მოსვლა არ შეიძლება, როგორც თვითონ თქვეს 300 მეტრის მეტრამდე მოახლოება არ შეიძლება ამ საზღვარზე. აი ახლა აქ რო საზღვარი გავიგეთონ, სარწყავი გვაქვს აგერ 10 მეტრაში. აი აქედან წავთ ბაღებს. ხო ვეღარ მოვალთ აქ, აქ რო ავტომატიანი კაცი გაივლის და გამივლის ეს ფაქტიურად ვეღარ მოვეკარებით ჩვენ აქ. როგორც მოსახლეობა ამბობს, თუ რუსეთის ფედერაცია მავთულხლართების გავლებას გააგრძელებს, ადგილობრივებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარწყავი არხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. მავთულხლართების მეორე მხარეს რჩება ასევე ქართული საფლავები, რაც მოსახლეობის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს. გავყნენ იქით აყოლებდნენ სახლებს, სასაფლაოებს, ქართულს და ხალხის თხოვნით მომენტში შეჩერდნენ და მე რა იქნება არ ვიცი, გააგრძელეს დასავლეთის მხარეს მეორე დღეში. სოფელ დიცის რწმუნებულის ინფორმაციით, ახალი ხაზების გავლების შემთხვევაში რამდენიმე ქართული ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. აგერ იკითხარეს არის მოსახლეობის 4 ოჯახი, ну ძირითადად საშიში რომელიც არის, ეს 4 ოჯახი იმათ ხარეს დარჩება. ესე იგი ფაქტურად სახლი მოხვდება იმათ ხარეს. სადაო მიწას დღეს უმრავლესობის დეპუტატები სტუმრობდნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი გია ვოლსკი რუსული ბოძების ქართულ ტერიტორიაზე გამოჩენას ყოფილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგს უწოდებს. შედეგი ეს გვაქვს, ეს არის რაც მივიღეთ მემკვიდრეობაში. აი ეს მივიღეთ მემკვიდრეობაში. ახალი ხელისუფლება ხომ გზავნის რუსეთის მისამართით ახლა პოზიტიურ სიგნალებს. რატომ არ ისმის იგივე სიგნალები რუსეთის მხრიდან? არის რაც გაკეთდა. პოზიტიური სიგნალები არ არის ეს მოფერებითი. ეს არის პრაგმატული მოლაპარაკების პოლიტიკა. პრაგმატული მოლაპარაკების პოლიტიკის წინაპირობას მეორე მხარე წინაპირობას ქმნის იძლიერებს პოზიციას აი ამ დემარკაციით. მავთულხლართებისა და სადემარკაციო ხაზების უკანონოდ გავლების საკითხს ქართული მხარე 31 მაისის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრაზე დააყენებს. ოფიციალური თბილისი რუსეთის ფედერაციას ამ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.